პავლე მოციქულის პირველი წერილი თესალონიკელთა მიმართ. მეოთხე თავის გარჩევა. თავი მეოთხე. კიდევ გთხოვთ ძმებო და შეგაგონებთ უფალი იესოში, რა კი ჩვენგან ისწავლეთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, რომ აამოთ ღმერთს უფრო და უფრო, რადგან იცით, როგორი მცნებანი მოგეცით თქვენ უფალი იესოსგან, ვინაიდან ღვთისნებაა თქვენი განწმენდა, რათა განერიდოთ სიძვას, რათა ყოველმა თქვენგანმა იცოდეს თავისი ჭურჭლის შენახვა სიწმიდით და პატივით, და არა გარყვნილების ავხორცობით, წარმართების მსგავსად, რომლებიც არ იცნობენ ღმერთს, რათა არავინ გადავიდეს ზღვარს და არ მოატყუოს თავისი ძმა საქმეში, ვინაიდან შურისმგებელია უფალი ყოველივე იმის გამო, როგორც ადრეც გითხარით და დაგიმოწმეთ. ვინაიდან ღმერთმა მოგვიწოდა ჩვენ არა უწმიდურობისაკენ, არამედ სიწმიდისაკენ, ამიტომ ურჩი ეურჩება არა ადამიანს, არამედ ღმერთს, რომელიც გააძლევთ თქვენ თავის სული წმიდას, ხოლო ძმათ მოყვარეობაზე საჭირო არ არის თქვენთვის მოწერა, თქვენ ღვთივ განსწავლულნი ხართ ერთი მეორის სიყვარულში, რადგან ასევე იქცევით ყველა ძმის მიმართ მთელ მაკედონიაში, მაგრამ შეგაგონებთ ძმანო, უფრო და უფრო და გულმოდგინედ ეცადოთ, იყოთ წყნარი, აკეთოთ თქვენი საქმე საკუთარი ხელებით, როგორც ჩვენ გამცნეთ, რათა ღირსეულად მოიქცეთ გარეშეებთან და არაფერი გაგიჭირდეთ. გვსურს იცოდეთ, ძმებო, სიმართლე განსვენებულთა შესახებ, რათა არ ინაღვლოთ სხვებივით, რომელთაც იმედი არ გააჩნიათ. ვინაიდან თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ ღმერთი იესოში განსვენებულებსაც მოიყვანს მასთან ერთად, რადგან ამას გეუბნებით თქვენ უფლის სიტყვით, რომ ჩვენ, ვინც დავრჩით უფლის მოსვლამდე, ვერ დავასწრებთ განსვენებულებს. ვინაიდან თვითონ უფალი გადმოვა ციდან ბრძანების სიტყვით, მთავარ ანგელოზის ხმაზე და ღვთის საყვირზე და ჯერ ქრისტეში მკვდარნი აღდგებიან. შემდეგ კი ჩვენ, ცოცხლად დარჩენილები, მათთან ერთად ვიქნებით ზეატაცებულნი ღრუბლებში, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და ამგვარად უფალთან ვიქნებით სამარადისოდ. ამიტომ ანუგეშეთ ერთმანეთი ამ სიტყვებით. დავიწყოთ მეოთხე თავის გარჩევა. პირადული სიწმიდე. წავიკითხოთ მეოთხე თავის მუხლები პირველიდან მერვეს ჩათვლით. კიდევ გთხოვთ ძმებო და შეგაგონებთ უფალი იესოში, რა კი ჩვენგან ისწავლეთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, რომ აამოთ ღმერთს უფრო და უფრო, რადგან იცით, როგორი მცნებანი მოგეცით თქვენ უფალ იესოსგან, ვინაიდან ღვთისნებაა თქვენი განწმენდა, რათა განერიდოთ სიძვას, რათა ყოველმა თქვენგანმა იცოდეს თავისი ჭურჭლის შენახვა სიწმიდით და პატივით, და არა გარყვნილების ავხორცობით წარმართების მსგავსად, რომლებიც არ იცნობენ ღმერთს, რათა არავინ გადავიდეს ზღვარს და არ მოატყუოს თავისი ძმა საქმეში, ვინაიდან შურისმგებელია უფალი ყოველივე იმის გამო, როგორც ადრეც გითხარით და დაგიმოწმეთ. ვინაიდან ღმერთმა მოგვიწოდა ჩვენ არა უწმიდურობისაკენ, არამედ სიწმიდისაკენ, ამიტომ ურჩი ეურჩება არა ადამიანს, არამედ ღმერთს, რომელიც გააძლევთ თქვენ თავის სული წმიდას. სიტყვათა შეხამება და ბოლოს შეიძლება გადაითარგმნოს როგორც შემდგომ ან საბოლოოდ. ეს არ გახლავთ გზავნილის დასასრული, არამედ გადასვლა ბოლო, მაგრამ წერილის მნიშვნელოვან ნაწილზე. ისევე როგორც ყველა სხვა თავის გზავნილებში, პავლე მოციქული ჯერ გვამცნობს დოქტრინას, ხოლო შემდგომ გადადის მის პრაქტიკულ ასპექტზე. თავდაპირველად თეორია, შემდეგ კი პრაქტიკა. მესამე თავის დასასრულსა და მეოთხე თავის დასაწყის შორის მჭიდრო კავშირია. უილიამ მაკდონალდი პავლეს თესალონიკელთა მიმართ წერილების გარჩევაში აღნიშნავს, რომ მესამე თავის ბოლოს სამი სიტყვაა გამოყოფილი: სიწმიდე,
სიყვარული და მოსვლა. აქ გრძელდება სიწმინდის თემა, რომელიც მესამე თავის 13 მუხლიდან იწყება. იქ განიხილება უფალი იესოს მოსვლისას მისი სისრულის მიღწევა. ამ მეოთხე თავში კი მოციქული მოუწოდებს მორწმუნეებს სიწმინდისაკენ თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. პირველ მუხლში გამოყენებულია სიტყვა გთხოვთ. ჩარლი რაირი თესალონიკელთა მიმართ წერილების გარჩევაში ასე წერს: ბერძნული სიტყვა ეროტაო ჩვეულებრივად გამოიყენება ერთი დონის ადამიანებს შორის, რაც კიდევ ერთხელ პატივისცემაზე, რასაც პავლე გამოხატავდა ამ ადამიანების მიმართ. უფალი იესო ამ სიტყვას იყენებდა ლოცვებში მამა ღმერთის მიმართ, მაგალითად სახარება იოანედან მე-14 თავის მე-16 მუხლში, მე-16 თავის 26 მუხლში და მე-17 თავის მუხლები მე-9, მე-15 და მე-20. პავლე მოციქულის გზავნილებში ეს სიტყვა აქ ხვდება ამ კონკრეტულ მუხლში და კიდევ 3 ადგილას. თესალონიკელთა მიმართ პირველი წერილის მე-5 თავის მე-12 მუხლში, მეორე გზავნილის მეორე თავის პირველ მუხლში და ფილიპელთა მიმართ გზავნილის მე-4 თავის მე-3 მუხლში. საინტერესო აღინიშნოს, რომ ეს სიტყვა გვხვდება მხოლოდ მაკედონიის ეკლესიების მიმართ გზავნილებში, თითქოს და პავლეს მიერ განსაკუთრებული პატივისცემის გამოხატვის ნიშნად. ციტატის დასასრული. სიტყვა ძმებო თარგმნილია ბერძნული სიტყვიდან ადელფოი, სიტყვიდან ადელფოს, ანუ რაც ნიშნავს საერთო საშოდან გამოსული და გამოიყენება მორწმუნეების მიმართ, რომლებიც ღმერთის ოჯახის წევრებს წარმოადგენენ. ეს სიტყვა მეტად აშკარადაა გამოხატული მოცემულ წინადადებაში. შემდეგი სიტყვა მოგიწოდებთ შეესაბამება ბერძნულ ზმნას პარაკალეო, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება: პარა გვერდით და კალეო მოწოდება და ნიშნავს განცხადება, ნუგეშისცემა, გამხნევება. მოცემულ კონტექსტში ეს აღნიშნავს თხოვნას, ანუ მოწოდებას, რაიმეს მიმართ დაინტერესებას. ფრაზა უფალი იესოში გვიჩვენებს, რომ პავლე არ ითხოვდა ამას საკუთარი ნება-სურვილით. მოწოდება მოდიოდა იესო ქრისტედან, პავლე კი მისი მოციქული, ანუ გზავნილი იყო. ზმნა მოქცევა ეს ისევ ბერძნული სიტყვა პერიპატეო. იხილეთ აგრეთვე თესალონიკელთა მიმართ პირველი გზავნილის მეორე თავის მე-12 მუხლში. ამ სიტყვამ მიიღო მნიშვნელობა საკუთარი ცხოვრების მართვა, თავის წაყვანა. ახლანდელი გავრცობილი დრო მიუთითებს ქრისტიანულ ცხოვრებაში მუდმივად მიმდინარე ცვლილებების პროცესზე. სიტყვა მოქცევა ეს გავრცელებული სიტყვა ებრაულ ენაში და ძველ აღთქმაში გამოიყენება ყოველდღიური ცხოვრების აღწერაში. სიტყვა საამებლად ბერძნული სიტყვა არესკო ატარებს მნიშვნელობას, რომელიც ხაზს უსვამს რაიმეს გაკეთების ძლიერ სურვილს. შეიძლება რამდენიმე მუხლის დასახელება, სადაც ეს სიტყვა გამოიყენება. მაგალითად, მოციქულთა საქმების მე-6 თავის მე-5 მუხლი, რომელთა გზავნილის მე-8 თავის მე-8 მუხლი და მე-15 თავის მე-2 მუხლი, კორინთელთა მიმართ პირველი გზავნილის მე-7 თავის მუხლები 32-დან 34-ს ჩათვლით, გალატელთა მიმართ გზავნილის პირველი თავის მე-10 მუხლი, თესალონიკელთა მიმართ პირველი გზავნილის მეორე თავის მე-15 მუხლი და მე-4 თავის პირველი მუხლი და აგრეთვე ტიმოთეს მიმართ მეორე გზავნილის მეორე თავის მე-4 მუხლი. ადამიანთა უმრავლესობა ცდილობს ვინმეს აამოს, თავის საკუთარ თავს, თავის მეუღლეს, მშობლებს, უფროს ან კიდევ ვინმეს. პავლესთვის მთავარია ქრისტესთვის სასურნელნი ვიყოთ. კორინთელთა მეორე გზავნილის მე-5 თავის მე-9 მუხლი. შეუძლებელია ყველას აამოთ, მაგრამ პირველ ყოვლისა ქრისტიანისთვის მთავარია აამოთ უფალ იესოს. აქ იგრძნობა მნიშვნელოვანი დამატება და ასეც იქცევით.
ამბობს პავლე. სიტყვათა წყობა ქართულ თარგმანში კიდევ უფრო უკეთესად მოიქეცით, რუსულში ერთი სიტყვაა პრეუსპივალი, ბერძნულად თარგმნილია პერისეუო, რომელიც ასევე აღნიშნავს გადაჭარბებულად. ჰარინგტონ ლიზი ამის შესახებ წერს თავის თესალონიკელთა მიმართ წერილების გარჩევაში. მათი ცხოვრება უნდა იყოს გადავსებული, ანუ ჭარბი. ქალაქი თესალონიკე მეტად ცნობილი ადგილი იყო ცხელი წყაროებით და ერთი პერიოდი იწოდებოდა თერმა. ასევე იმათი ცხოვრებაც და ამასთან ჩვენიც უნდა იყოს ცხელი წყარო, რომელიც სიყვარულს აფრქვევს. პავლეს მიდრეკილება გამოიყენოს ეს სიტყვა შეიმჩნევა მის კორინთელთა გზავნილებში, ასევე თესალონიკელთა და რომაელთა მიმართ გზავნილებშიც. პავლე საუბრობს ასეთი ჭარბი ცხოვრების რამოდენიმე საფეხურზე. სიჭარბე, ბერძნული სიტყვა პერისეუეინ მალონ, გამოყენებულია თესალონიკელთა პირველი გზავნილის მეოთხე თავის პირველ მუხლში. მეტად სიჭარბე, ბერძნული სიტყვა ჰუპერ პერისეუესტა, გამოყენებულია კორინთელთა მიმართ მეორე გზავნილის მეშვიდე თავის მეოთხე მუხლში. ზედმიწევნით სიჭარბე, ბერძნული სიტყვა ჰუპერ ეკ პერისუო, გამოყენებული აქ პავლეს ეფესელთა მიმართ გზავნილის მესამე თავის მეოცე მუხლში და თესალონიკელთა მიმართ პირველი გზავნილის მესამე თავის მეათე მუხლსა და მეხუთე თავის მეცამეტე მუხლში. ლიზი ჰარინგტონის წიგნიდან ციტატის დასასრული. ამ თავში აღიწერება ცხოვრების ის წესი, რომელიც ჰქონდა ენოქს. დაბადების წიგნის მეხუთე თავის 24 მუხლი. იგი ღმერთის წინაშე დადიოდა. იგი აამებდა ღმერთს და გავიხსენოთ ებრაელთა მიმართ გზავნილის მე-11 თავის მეხუთე მუხლიდან რწმენით იქნა გადაყვანილი ენოქი, რათა სიკვდილი არ ეხილა. იმ დროს, როცა ცხოვრობდა ენოქი, ძალდატანების, გარყვნილებისა და უზნეობის გარემო სუფევდა. ამაზე დაბადების წიგნის მეხუთე და მეექვსე თავები გვიყვებიან. მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი ღმერთის წინაშე დადიოდა და ღმერთს აამებდა. იგი აგრეთვე მოწმობდა ღმერთზე. იუდას წერილის პირველი თავის მუხლები მე-14 და მე-15. ჩვენ არ ვიცით დაზუსტებით, გულისხმობდა თუ არა პავლე ამ ძველ მოვლენებს, მაგრამ პავლეს სიცოცხლის დროს საბერძნეთსა და რომში არსებული გარემოებები ძალიან წააგავდა ნოეს პერიოდს და მოგვიანებით კი ლოტის. ის ცოდვები, რომლებმაც გამოიწვია ღმერთის რისხვა წარღვნის სახით, რომ დასტყდომოდა დედამიწას, ასევე რისხვა სოდომსა და გომორაზე, ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა თესალონიკსა და კორინთოში. და ეს ცოდვები ჩვენს დღევანდელ პირობებშიც არაფერ განსაკუთრებულს არ წარმოადგენს. სექსუალური აღვირახსნილობა და უკუღმართობა არ აკვირვებს თანამედროვე ადამიანს. გადავიდეთ თესალონიკელთა პირველი გზავნილის მეოთხე თავის მეორე მუხლზე. რადგან იცით, როგორი მცნებანი მოგეცით თქვენ უფალ იესოსგან. სიტყვა მცნებანი შეესაბამება ბერძნულ სიტყვას პარანგელია, სიტყვიდან პარანგელო, რაც ნიშნავს შეტყობინების გადაცემას, მოვალეობის დაკისრებას ან დავალდებულებას. ეს სიტყვა უფრო სამხედრო ტერმინოლოგიის არის და ატარებს მნიშვნელოვნობისა და ძალაუფლების აზრობრივ ანარეკლს. მაგალითად, მოციქულთა საქმეების მეხუთე თავის 21 მუხლი, მე-16 თავის 24 მუხლი და ტიმოთეს პირველი გზავნილის პირველი თავის მეხუთე მუხლი. მოცემული სიტყვა სხვადასხვანაირად ითარგმნება: განკარგულება, ბრძანება, დარიგება ან განაწესი. ეს მცნებანი მოცემულია იესო ქრისტეს საშუალებით. პავლე არაფერს არ ახვევდა თავს თავისით. ეს განკარგულებანი გამომდინარეობდა ყველაზე მთავარი კანონმდებლისაგან, უფალი ღმერთისაგან და გადმოეცემოდა პავლეს საშუალებით, რომელიც ქრისტეს მსახური იყო. გადმოეცემოდათ იმ ქრისტიანებს, რომლებიც ებრძოლებიან ცბიერ და ეშმაკ მტერს სიწმინდისათვის
და თავიანთი ცხოვრების სიწმიდისათვის. გადავიდეთ მეოთხე თავის მესამე მუხლზე. ვინაიდან ღვთისნებაა თქვენი განწმენდა, რათა განერიდოთ სიძვას. აქ პავლე დაწვრილებით ლაპარაკობს პრაქტიკული სიწმიდის საკითხზე, რომელიც მესამე თავის ბოლო მუხლშია განხილული. მოციქული არა მარტო განიხილავს საკუთარი შეხედულებებს ასკეტური ცხოვრების წესზე. სიტყვა სიძვა აღნიშნავს არაკანონიერ სექსუალურ კავშირს. რობერტ სონი წერს, წარმართი რელიგიები არ ითხოვდნენ თავიანთი ხალხისგან უბიწოებას, მათი ღმერთები და ღმერთქალები მეტად უზნეონი იყვნენ, ქურუმები ტაძრებში იმყოფებოდნენ მამაკაცების დასაკმაყოფილებლად. კორინთოს ტაძარში ცხოვრობდნენ 3000 რელიგიური მეძავი. იერუსალიმის ტაძარმა გააგზავნა ეკლესიებში, რომლებიც მორწმუნე წარმართ ადამიანებისაგან შედგებოდა, ცირკულირებული წერილი, რომელშიც გარდა სხვა რაღაცეებისა შეტყობინება იყო სიძვაზე. მოციქულთა საქმეების მე-15 თავის მუხლები 23-დან 29-ს ჩათვლით. საბერძნეთსა და რომში სიძვა იმდენად გავრცელებული მოვლენა იყო, რომ არავინ არ თვლიდა ამას თავისი ახლობლის საწინააღმდეგოდ. ისევე, როგორც თანამედროვე წარმართ სამყაროში, ეს იყო მათი რელიგიური რიტუალების ნაწილი. ამ მიზეზით სიძვა გამუდმებით განიკითხება ბიბლიაში. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქრისტიანობისთვის ღმერთის მცნება როგორც აზრებშია, ასევე საქციელში სიძვისგან თავშეკავების მხრივ. გადავიდეთ მეოთხე თავის მეოთხე მუხლზე. რათა ყოველმა თქვენგანმა იცოდეს თავისი ჭურჭლის შენახვა სიწმიდით და პატივით. სიტყვა ჭურჭლის მნიშვნელობის მიმართ არსებობს გარკვეული უთანხმოებანი. ზოგიერთები თვლიან, რომ ეს აღნიშნავს სხეულს და პავლე ამბობს, რომ ადამიანმა უნდა შეინახოს თავისი თავი სიძვისაგან. და თუ ეს ესეა, მაშინ ასეთივე თვალთახედვა ანალოგიურია კორინთელთა მიმართ პირველი გზავნილის მე-9 თავის 27 მუხლში. წავიკითხოთ ტექსტი. არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებს რომ ვუქადაგებ, მე თვითონ უღირსი არ დავრჩე. ამ შემთხვევაში სიტყვა ჭურჭელი გამოიყენება იგივე მნიშვნელობით, რაც კორინთელთა მიმართ მეორე გზავნილის მე-4 თავის მე-7 მუხლშია, მაგრამ ეს განძი ჩვენ გვაქვს თიხის ჭურჭლებში. მეორენაირი აზრი მდგომარეობს იმაში, სადაც პეტრე მოციქული წერს თავის ცოლზე, როგორც ეს ტექსტშია პეტრეს პირველი გზავნილის მე-3 თავის მე-7 მუხლში. თქვენც ქმრებო, ასევე გონივრულად მოეპყარით ცოლებს, როგორც უძლურეს ჭურჭელს პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეებს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ. ზმნა, დაცვა, შესრულება მიუთითებს მზრუნველობაზე და ქორწინების შედგომაზე. და თუ ესეთი ხედვა სწორია, მაშინ მსგავსი აზრი მოყვანილია კორინთელთა პირველი გზავნილის მე-7 თავის მეორე მუხლშიც. მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად ყოველ მამაკაცს ყავდეს თავისი ცოლი და ყოველ დედაკაცს თავისი ქმარი. მიუხედავად ამისა, ამ თავის კონტექსტში, სადაც პავლე ხაზს უსვამს სექსუალური ურთიერთობის სისუფთავის, ანუ სიწმიდის აუცილებლობას, პირველ განმარტებას უფრო საფუძვლიანად წარმოგვიდგენს და სიტყვა ჭურჭელი აღნიშნავს მორწმუნე ადამიანის სხეულს. კორინთელთა პირველი გზავნილის მე-6 თავის მუხლები მე-15-დან მე-20-ს ჩათვლით. გადავიდეთ მე-4 თავის მე-5 მუხლზე. და არც გარყვნილების ავხორცობით წარმართების მსგავსად, რომლებიც არ იცნობენ ღმერთს. სიტყვა გარყვნილების აღნიშნავს კონტროლს დაუქვემდებარებელ სურვილებს, აღელვებულ ემოციებს და აქ გამოიყენება ნეგატიური მნიშვნელობით. როგორც მაგალითად კოლოსელთა მიმართ გზავნილის მე-3 თავის მე-5 მუხლში და რომაელთა მიმართ პირველი თავის 26 მუხლში. ეს გახლავთ მანკიერების პასიური მხარე. სიტყვა ავხორცობის
ანუ ვნებათა ღელვა, აღნიშნავს სურვილს, მისწრაფებას და კვლავ გამოიყენება სიტყვის ნეგატიური გაგებით. ადამიანი, რომელიც იმყოფება მიწიერი სურვილების ტყვეობაში, მთლიანად უმართავადია, რომელთა მიმართ პირველი თავის მუხლები მე-18-დან 32-ს ჩათვლით, ამ ნაწყვეტში ნათელი და გასაგები ენითაა აღწერილი წარმართები, რომლებიც არ იცნობენ ღმერთს. არსებობს ღმერთისაგან განდგომის 21 საფეხური, თანდათანობითი დაშორება იმ საწყისი ცოდნისაგან, რომლებიც ღმერთმა მისცა ადამიანებს თავის თავზე სამყაროს შექმნის დროს. ადამიანი შეგნებულად დაშორდა ღმერთს და ჩაეფლო წარმართული კერპთაყვანისმცემლობის წყვდიათში. კერპთაყვანისმცემლობა ბადებს უზნეობას. სიტყვები ვნება, სიძვა გამოიყენება ორჯერ. ქალები ქალებთან და მამაკაცები მამაკაცებთან გახურდნენ ავხორცობით ერთმანეთის მიმართ. არაბუნებრივ ურთიერთობებში შედიან ერთმანეთთან და ამით ღმერთის ნებას უარყოფენ. სამჯერ ვკითხულობთ ჩვენ, რომ ღმერთმა ისინი გადასცა უწმიდურებას მათი გულის თქმებითურთ. ასეთები იყვნენ წარმართები, რომლებიც არ იცნობდნენ ღმერთს და მათზე წერდა პავლე კორინთოში მყოფი, რომელიც ყოველდღე ხედავდა მათ სამარცხვინო საქმეებს. გადავიდეთ მეოთხე თავის მე-6 და მე-7 მუხლებზე. წავიკითხოთ. რათა არავინ გადავიდეს ზღვარს და არ მოატყუოს თავისი ძმა საქმეში, ვინაიდან შურისმგებელია უფალი ყოველივე იმის გამო, როგორც ადრეც გითხარით და დაგიმოწმეთ, ვინაიდან ღმერთმა მოგვიწოდა ჩვენ არა უწმიდურობისაკენ, არამედ სიწმიდისაკენ. ცხადია, რომ ამ მუხლებში პავლე გველაპარაკება მრუშობის ცოდვაზე, რათა არავინ გადავიდეს ზღვარს და არ მოატყუოს თავისი ძმა საქმეში. ეს კანონსაწინააღმდეგოა. აქ პავლე დელიკატურად იყენებს გამოთქმებს, მაგრამ აშკარაა, თუ რას გულისხმობს იგი. ამბობს რობერტსონი თავის წიგნში ღვთის სიტყვის შესწავლა. შესაძლებელია, რომ პავლე წერს ადამიანზე, რომელმაც აცდუნა და წაართვა მეგობარს ცოლი. როგორც ბიბლიაში, ასევე ჩვენ ცხოვრებაში უამრავი მსგავსი მაგალითებია და ერთ-ერთი ნათელი შემთხვევა ბიბლიაში, რომელიც ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ, ესაა დავითისა და ურიას ცოლის ბეთშებაყის შემთხვევა, რაც მეფეების მეორე წიგნის მე-11 და მე-12 თავებშია მოთხრობილი. ახალ აღთქმაში კი ჰეროდესა და მისი ძმის ფილიპეს ცოლს შორის აღწერილი ურთიერთობა შეიძლება იქნას მოყვანილი როგორც მაგალითი. ამაზე მოთხრობილია სახარებაში მარკოზიდან მე-6 თავის მუხლები მე-14-დან 29-ს ჩათვლით. დავით მეფემ გულწრფელად მოინანია და პატიება მიიღო, მაგრამ წინასწარმეტყველმა ნათანმა მაინც გაახმოვანა ღმერთის სასჯელი. წავიკითხოთ მეფეების მეორე წიგნის მე-12 თავის მუხლი მე-10. ამიერიდან მახვილი არ მოსცილდება შენს სახლს უკუნისამდე, რადგან უგულებელ მყავი და ურია ხეთელის ცოლი მოიყვანე, რომ ცოლად დაგესვა. ასეთ ცოდვას ყოველთვის მოჰყვება შედეგები. მოგვიანებით დავითი მოწმე გახდა იგივე ცოდვის გამოვლინებისა საკუთარ სახლში, რომელიც მისმა საკუთარმა შვილებმა ჩაიდინეს. ტრაგიკული შედეგები თან სდევდნენ დავითის ცხოვრებას მთელი სიცოცხლის მანძილზე. ღმერთია შურისმგებელი ყველაფერი ამისათვის. როდესაც ადამიანი გულწრფელად ინანიებს ღმერთის წინაშე, იგი ღებულობს პატიებას და გარკვეულწილად აღდგენას, მაგრამ ღვთის სიტყვა ამბობს გალატელთა მიმართ წერილის მე-6 თავის მე-7 მუხლში. ნუ მოტყუვდებით, ღმერთი არ შეურაცხყოფს, რადგან რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის. ეს მკაცრი ჭეშმარიტებაა ასევე ურწმუნო ადამიანების მიმართაც. რადგან ღმერთმა უწმიდურებისაკენ კი არ მოგვიწოდა ჩვენ, არამედ სიწმიდისაკენ. ამას გვასწავლის პავლე თესალონიკელთა მიმართ წერილში. იგი ამოწმებდა კიდევაც ამას და გვაფრთხილებდა წმიდა ცხოვრებისა და უმწიკლო მოქმედებების მნიშვნელობაზე.
ღმერთი ჩვენ არა მარტო თავისუფლებისაკენ მოგვიწოდებს, გალატელთა მეხუთე თავის მე-13 მუხლი, არამედ კეთილი საქმეების შესრულებისკენაც, ეფესელთა მეორე თავის მე-10 მუხლი. გადავიდეთ თესალონიკელთა პირველი წერილის მე-4 თავის მერვე მუხლის გარჩევაზე. წავიკითხოთ. ამიტომ ურჩი ეურჩება არა ადამიანს, არამედ ღმერთს, რომელიც გაძლევთ თქვენ თავის სულიწმიდას. სიტყვას ამიტომ ბერძნული სიტყვა ტაიგაროუნ მივყავართ იმის დასრულებისაკენ, რაზეც პავლე საუბრობდა სიწმიდეზე, გაწმიდავებაზე და მორწმუნის ცხოვრებაში სისუფთავისა და სიწმიდის დაცვაზე. შემდეგ მოსდევს გაფრთხილება დაუმორჩილებლობაზე და იგი კვლავ მიმართავს უმაღლეს ავტორიტეტს. ადამიანი, რომელიც უკუაგდებს სწავლებას სიწმიდეზე, იგი ამით არა ადამიანს, არამედ ღმერთს არ ემორჩილება. და თუ ვინმე თვლის, რომ მრუშობა არც ისეთი სერიოზული ცოდვაა, მაშინ იგი აქედან გამომდინარე მიაკუთვნებს ღმერთს და მის სიტყვას, როგორც რაღაცას, რაც არ იმსახურებს ყურადღებას და ამაში მდგომარეობს ცოდვის მთელი სერიოზულობა. შეზღუდვა ადამიანის სხეულის შეურაცხყოფისა, ეს ადამიანის მიერ კი არაა დადგენილი, არამედ ღმერთის მცნებაა. დამატებითად, პრაქტიკული გაწმენდის სწავლების თაობაზე უფალი თავისი წყალობითა და მადლით გვაძლევს ძალას, რომ შევასრულოთ ეს კანონი სული წმიდაში, რომელიც მოგვევლინება თითოეულ მორწმუნეს მობრუნების მომენტში. კორინთელთა მიმართ პირველი წერილის მე-6 თავის მუხლები მე-18 და მე-19. წავიკითხოთ ეს ორი მუხლი. გაეკეცით სიძვას. ყოველი ცოდვა, რომელსაც ადამიანი სჩადის, სხეულის გარეშეა, ხოლო მეძავი საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს. ანდა ნუ თუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში სული წმიდისა, რომელიც ღვთისაგან გაქვთ და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით. სული წმიდა, როგორც პიროვნება წმიდა სამებისა, ფლობს უსაზღვრო სიძლიერეს, თუ ჩვენ არ ვამწუხრებთ მას ჩვენი გულგრილობითა და არასწორი მოქმედებებით. მას შეუძლია ჩვენ დაგვეხმაროს დავძლიოთ ცოდვა, რაზეც პავლე გვეუბნება და გაგვხადოს ჩვენ უნარიანი ვიცხოვროთ იმ ცხოვრებით, რათა ვაამოთ ღმერთს. გადავიდეთ თესალონიკელთა პირველი წერილის მე-4 თავის მუხლებზე მე-9 და მე-10, რომელიც შეგვიძლია დავასათაუროთ როგორც ძმათ მოყვარეობა. ხოლო ძმათ მოყვარეობაზე საჭირო არ არის თქვენთვის მოწერა, თქვენ ღვთივ განსწავლულნი ხართ ერთი მეორის სიყვარულში, რადგან ასევე იქცევით ყველა ძმის მიმართ მთელს მაკედონიაში. ლეონ მორისი უკეთებდა რა კომენტარს ამ მუხლებს წერდა. ორი ძირითადი თვისება განასხვავებდა ახალი აღთქმის ქრისტიანულ ეკლესიას იმ დროის საზოგადოებისგან, მათი წევრების ცხოვრების სიწმიდე და სიყვარული, რომელსაც ისინი ავლენდნენ. აქ პავლე პირველიდან მე-4 თავის მე-7 და მე-8 მუხლები გადადის მეორეზე მე-4 თავის მე-9 და მე-10 მუხლებზე. ციტატის დასასრული. გარდა ეკლესიის მიმართ მიმართვისა, გამოცხადების წიგნის მე-3 თავი, სიტყვა ძმათა სიყვარული, ანუ ბერძნულად ფილადელფია, ახალ აღთქმაში 5ჯერ გვხვდება. ორჯერ პეტრე მოციქულის გზავნილებში, ორჯერ პავლესთან და ასევე ებრაელთა მიმართ გზავნილის მე-13 თავის დასაწყისში. პირველ მუხლში ძმური სიყვარული დარჩეს. ბერძნული სიტყვა ფილადელფია ასევე ითარგმნება როგორც ძმური სიკეთე ან ძმური სიყვარული. საინტერესოა განვიხილოთ კონტექსტში, სადაც პეტრე და პავლე მოციქულები იყენებენ ამ სიტყვას. პირველი, პეტრეს პირველი გზავნილის პირველი თავის 22 მუხლი. უთვალთ მაგცო ძმათ მოყვარეობისთვის. დაკავშირებულია მიმართვასთან, როგორც ზემოდან დაბადების შედეგი. მეორე, პეტრეს მეორე გზავნილის პირველი თავის მე-7 მუხლი. ღვთისმოსაობას
ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას სიყვარული. ეს სიტყვა ფილადელფია გამოყენებულია როგორც რწმენაში ზრდის ნაწილი, დამატება საწყისი გადამრჩენელი რწმენისათვის. მესამე, რომაელთა მიმართ გზავნილის მე-12 თავის მიათე მუხლი. ძმათმოყვარეობაში ერთმანეთისადმი გულთბილი სიყვარულით. ეს სიტყვა ჩართულია ეკლესიის მახასიათებლების რიცხვში. მეოთხე, თესალონიკელთა მიმართ პირველი გზავნილის მე-4 თავის მე-9 მუხლი. არ გჭირდებათ, რომ ძმათმოყვარეობაზე მოგწეროთ თქვენ. პავლეს მოწოდება, რომ ძმათმოყვარეობა უფრო მეტად იზრდებოდეს. ბერძნული სიტყვა ფილადელფია შედგება ორი სიტყვისაგან: ფილია, სიყვარული, ურთიერთგანწყობა, ურთიერთკავშირი და ადელფოს, ერთი საშოდან გამოსული. ესა ერთი ოჯახის წევრებს შორის სიყვარული, რომელიც იბადება მორწმუნის გულში, როდესაც იგი ხდება ღმერთის შვილი. მთელი მისი გული ეკუთვნის ყოველ წმიდას, რომელსაც უფალი მხსნელი უყვარს. პავლე ამას ყველაფერს ხედავდა თესალონიკელთა მოქმედებებში და არ ითხოვდა საჭიროება, რომ ამაზე მათთვის დაეწერა, მაგრამ მოციქული ევედრება მათ, რომ მათ გააძლიერონ ეს გრძნობა. მათთვის ეს იყო პირველი სიყვარული, რომელიც არა მარტო ვიწრო წრეში ვლინდებოდა, არამედ მაკედონიის ყველა მორწმუნემდე აღწევდა. ცხოვრებაში ეს ვლინდებოდა კეთილგანწყობასა და სტუმართ მოყვარეობაში, რომლებსაც თესალონიკელები ავლენდნენ იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც ამ ადგილებიდან მოდიოდნენ. ისინი იყვნენ ღვთივ განსწავლულნი ერთი მეორის სიყვარულში. სიტყვა სიყვარული, ბერძნული სიტყვა აგაპენ, აწმყო განუსაზღვრელი დროა სიტყვიდან აგაპაო. ეს გახლავთ უმაღლესი ფორმა თავდადებული ღვთიური სიყვარულისა. მიბმა ფილია ბერძნულად გადაიზარდა ამ ღვთაებრივ სიყვარულში აგაპეში და ამაში მასწავლებელი თავად ღმერთი იყო. შეადარეთ ამ ორი სიტყვის გამოყენება. სახარება იოანედან 21 თავის მუხლები მე-15-დან მე-17-ს ჩაათვლით. მას შემდეგ რაც ისაუზმეს, იესომ უთხრა სიმონ პეტრეს: სიმონ იოანესავ, იმათზე მეტად გიყვარ ვარ? უთხრა: კი უფალო, შენ იცი რომ მიყვარ ხარ. უთხრა: აძოვე ჩემი კრავები. კვლავ უთხრა მეორედ: სიმონ იოანესავ, გიყვარ ვარ? უთხრა: კი უფალო, შენ იცი რომ მიყვარ ხარ. უთხრა მას: დამწყსე ჩემი ცხვრები. მესამედ უთხრა: სიმონ იოანესავ, გიყვარ ვარ? პეტრე შეწუხდა მესამედ რომ ჰკითხა: გიყვარ ვარო? და უთხრა: უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი რომ მიყვარ ხარ. უთხრა იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები. გადავიდეთ თესალონიკელთა პირველი გზავნილის მე-4 თავის მე-11 და მე-12 მუხლებზე, რომელსაც შეიძლება დავარქვათ დამოკიდებულება სამყაროს მიმართ. წავიკითხოთ ტექსტი. და გულმოდგინედ ეცადოთ იყოთ წყნარი, აკეთოთ თქვენი საქმე საკუთარი ხელებით, როგორც ჩვენ გამცნეთ, რათა ღირსეულად მოიქცეთ გარეშეებთან და არაფერი გაგიჭირდეთ. გავარჩიოთ ჯერ მე-11 მუხლი. ამავე გზავნილის მესამე თავის მე-10 მუხლში პავლე ახსენებს იმას, თუ რა აკლდა მათ რწმენას და საკუთარ სურვილზე ამის შევსებისა. თავის მეორე გზავნილში თესალონიკელთა მიმართ მესამე თავის მუხლები 10-დან 12-ის ჩათვლით, იგი წერს, რომ ზოგიერთები ურიგოდ იქცევა, არაფერს აკეთებს, არამედ ფუჭად შრომობს. პავლე ასეთებს ეუბნება, რომ ვინც არ მუშაობს, მან არც ჭამოს. იგი თესალონიკელებს უფლის დიდებულ მოსვლაზე ეუბნება და ზოგიერთებმა ვინაიდან იფიქრეს, რომ რადგან მეორედ მოსვლა მოახლოებულიაო, რაღა საჭიროა თავის დაკავება ყოველდღიური შრომითო. რაც შეეხება ძმათმოყვარეობას, მორწმუნეების უმრავლესობამ გადააჭარბა ამაში. აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ამით ისარგებლეს,
ხელდაკრეფილები ისინი ვარაუდობდნენ, რომ ძმები რწმენაში უზრუნველყოფდნენ მათ მატერიალურად. ეს ცუდი მოწმობა იყო გარშემომყოფი ხალხისთვის. პავლე ასეთ ხალხს მოუწოდებდა ეცხოვრათ მშვიდად, დაკავებულიყვნენ თავიანთი საქმიანობით და ემუშავათ საკუთარი ხელებით. ეს იყო აღთქმა. მოლტონი და მილიგანი თავიანთ ახალი აღთქმის ბერძნულ ლექსიკონში წერენ, რომ სიტყვა თარგმნილი როგორც გულმოდგინეთ ცდილობდეთ, გამოხატავს ძლიერ მისწრაფებას და სურვილს რაღაცის კეთებისა, რათა რაიმეს მიაღწიო. გარდა ამ განხილულ ტექსტისა, ეს სიტყვა კიდევ გვხვდება ორჯერ, რომელთა მიმართ გზავნილის მე-15 თავის მე-20 მუხლში და კორინთელთა მიმართ მეორე გზავნილის მე-5 თავის მე-9 მუხლში. სიტყვა მშვიდნი მნიშვნელობით საწინააღმდეგოა სიტყვისა შფოთიანი და მიუთითებს შინაგან სამყაროზე. ეს სიტყვა მიესადაგება იმ ადამიანის დახასიათებას, რომელიც არ დარბის ზევით ქვევით, არამედ რჩება სახლში და დაკავებულია თავისი საქმიანობით. მოციქული ასწავლის თესალონიკელებს მშვიდი და სადაცხოვრების წესს ამ დევნისა და ყოველდღიური შეჭირვებების დროს. გადავიდეთ მე-12 მუხლზე. რათა ღირსეულად მოიქცეთ გარეშეებთან და არაფერი გაგიჭირდეთ. თავად პავლე იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ მუშაობდა თესალონიკში. თავად უფალმა იესო ქრისტემაც თავისი მიწიერი ცხოვრების მეტი ნაწილი გაატარა დურგლობაში. ეს მუხლი ფიზიკურ შრომას საპატიო ადგილზე აყენებს. ბერძნები უკადრისობდნენ ამას და მონებს ავალდებულებდნენ, ხოლო იუდეველები შრომას პატივით ეპყრობოდნენ. ებრაულ ოჯახებში თითოეულ ყმაწვილს ასწავლიდნენ რაიმე ხელობას, მიუხედავად ოჯახის შეძლებულობისა. არაფერი არა იმაზე მეტად საპატიო და დასაფასებელი, ვიდრე როცა ადამიანი მთელი დღე თავისი საკუთარი ხელით შრომობს და უზრუნველყოფს თავისი ოჯახის კეთილდღეობას და ასევე თავისი შემოსავლიდან სწირავს ღმერთს და მის საქმეს ღარიბებისა და გაჭირვებულების დასახმარებლად. ეს აზრი მოკლედაა გადმოცემული შემდეგ მუხლში, რათა ღირსეულად იქცეოდეთ გარეშეებთან და ვინმესი არაფერი დაგჭირდეთ. პატიოსან და შრომის მოყარე ადამიანს ყოველთვის შენიშნავენ და პატივს სცემენ. გადავიდეთ მე-4 თავის მუხლებზე მე-13-დან მე-18-ს ჩათვლით. ეს ნაწყვეტი შეიძლება დავასათაუროთ როგორც გამოცხადება ზე ატაცებაზე. წავიკითხოთ ტექსტი. გვსურს იცოდეთ ძმებო, სიმართლე განსვენებულთა შესახებ, რათა არ ინაღულოთ სხვებივით, რომელთაც იმედი არ გააჩნიათ. ვინაიდან თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ ღმერთი იესოში განსვენებულებსაც მოიყვანს მასთან ერთად, რადგან ამას გეუბნებით თქვენ უფლის სიტყვით, რომ ჩვენ, ვინც დავრჩით უფლის მოსვლამდე, ვერ დავასწრებთ განსვენებულებს. ვინაიდან თვითონ უფალი გადმოვა ციდან ბრძანების სიტყვით, თავარ ანგელოზის ხმაზე და ღვთის საყვირზე და ჯერ ქრისტეში მკვდარნი აღდგებიან, შემდეგ კი ჩვენ, ცოცხლად დარჩენილები, მათთან ერთად ვიქნებით ზეატაცებულნი ღრუბლებში, რათა ჰაერში შევეგებოდ უფალს და ამგვარად უფალთან ვიქნებით სამარადისოდ. ამიტომ ანუგეშეთ ერთმანეთი ამ სიტყვებით. ახალ აღთქმაში არის 3 საკვანძო ნაწყვეტი, რომლებიც აღწერენ ზე ატაცებას, ქრისტეს მეორედ მოსვლის პირველ ეტაპზე. სახარება იოანედან მე-14 თავის მუხლები პირველიდან მე-3-ს ჩათვლით. წავიკითხოთ. ნუ შეკრთება თქვენი გული, იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე. მამაჩემის სახლში ბევრია სავანე, ასე რომ არ იყოს არ გეტყოდით. მე მივდივარ, რათა ადგილი მოგიმზადოთ. როდესაც წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ. ეს ნაწყვეტი წარმოადგენს ძირითადს. ყველა წინამდებარე ხსენება
უფალის მეორედ მოსვლაზე, როგორც ძველ აღთქმაში, ასევე სინოპტიკურ სახარებებში, ამბობენ ძირითადად ქრისტეს მეორედ მოსვლაზე დიდებაში, რათა დამკვიდრდეს მისი მეფობა და მმართველობა დედამიწაზე. აქ კი საუბარია სხვა რაღაცაზე. მანამდე სანამ ქრისტე წავიდოდა გეციმანიაში და ჯვარზე, იგი თავის მოწაფეებს ეუბნება, რომ წავა რა, მათ არ დატოვებს ობლებად. იგი კვლავ დაბრუნდება და თავისთან წაიყვანს უფლის სახლში, სადაც ბევრი სავანეა. ეს იყო ნათელი აღთქმა. დროის შემდეგ სულიწმიდა იკავებს იესოს ადგილს, როგორც ნუგეშის მცემელი და გზის მკვლევარი. ნათელია, რომ აქ უფალი საუბრობს არა სულიერ გამოცხადებაზე მორწმუნეს სიკვდილის დროს, რათა იგი აიყვანოს ზეცაში, როგორც ზოგიერთები ფიქრობენ. ორჯერ იყენებს იესოს სიტყვას ადგილი, გულისხმობს რა ადგილმდებარეობას და არა მდგომარეობას. მოგვიანებით ახალ აღთქმაში სულიწმიდა გვიცხადებს ზოგიერთ წვრილმანებს ამის შესახებ. კორინთელთა პირველი გზავნილის მე-15 თავის მუხლები მე-20-დან 58-ს ჩათვლით. ზოგიერთები კორინთოში უარყოფდნენ პირდაპირი გაგებით სხეულით აღდგომას, ანუ მკვდრეთით აღდგომას. ამაზე კორინთელთა მიმართ პირველი გზავნილის მე-15 თავის მე-12 მუხლი გვეუბნება. პავლე თავის სწავლებას აფუძნებს მკვდრეთით აღდგომაზე, რომელსაც მორწმუნე მიიღებს ზე ატაცების დროს, ანუ იმაზე, თუ როგორი იყო მკვდრეთით აღდგარი იესო ქრისტეს სხეული. ასეთი დაფუძნება წარმოადგენს ჭეშმარიტების კარგ გამოცდას. აღდგა კი ჩვენი უფალი იმ სხეულით, რომლითაც ჯვარზე გაეკრა, ისტორიული მოწმობანი, სახარება ლუკადან 24 თავის მუხლები 36-დან 43-ს ჩათვლით და სახარება იოანედან მე-20 თავის მუხლები მე-19 და მე-20 ამბობენ, რომ მართალია ეს იყო იგივე სხეული წამების ნიშნებით ზედ, მაგრამ ეს მაინც იყო განსხვავებული სხეული, განდიდებული და სულიერი. იმისათვის, რათა დაგვანახოს მორწმუნის სხეულის ბუნება აღდგომის შემდეგ, პავლე იყენებს 3 შედარებას. პირველი, მცენარეთა სამყაროდან, მშრალი დამჭკნარი თესლი და ნაყოფიერი მოსავალი. მეორე, ცხოველთა სამყაროდან, 4 არსება, ადამიანი, ცხოველი, თევზი და ფრინველი, სრულყოფილად შეგუებულები არიან იმ გარემოს, რომელშიც ღმერთმა მათ განუკუთვნა ცხოვრება. ამგვარად მიწიერი სხეული შეგუებულია დედამიწაზე ცხოვრებასთან, ხოლო სულიერი ცხოვრებასთან ზეცაში. და მესამე შედარება, მაგალითი ასტრონომიიდან. განსხვავებული დიდება აქვს მზეს, მთვარეს და ვარსკვლავებს. აღმატებული დიდება მზისა, იესოსი, არეკლილი დიდება მთვარისა, ეკლესია და სხვადასხვაგვარი დიდება ვარსკვლავებისა, ცალკეული განდიდებული მორწმუნეები. კორინთელთა პირველი გზავნილის მე-15 თავის მუხლები 51-დან 58-ში საუბარია იმაზე, თუ როგორ მოხდება ეს ყველაფერი. აი, მე საიდუმლოს გეუბნებით, ყველანი არ განვისვენებთ, მაგრამ ყველანი შევიცვლებით. ერთ წამში თვალის დახამხამებაზე, უკანასკნელი საყვირისას, ვინაიდან დასძახებს საყვირი და მკვდრები აღდგებიან უხრწნელად, ხოლო ჩვენ შევიცვლებით. აქ ქრისტეს მეორედ მოსვლა დასახელებულია როგორც საიდუმლო, ანუ ისეთ რაღაცად, რაც იმ მომენტამდე დაფარული იყო. მესამე, თესალონიკელთა პირველი გზავნილის მე-4 თავის მუხლები მე-13-დან მე-18-ს ჩათვლით. ამ პარალელური ნაწყვეტის დაწერა ასევე სირთულეებთან იყო დაკავშირებული. კორინთოში ეს იყო საკითხი სხეულებრივ აღდგომაზე, ხოლო თესალონიკში ჩნდებოდა ეჭვები მორწმუნეთა სულიერი მდგომარეობის შესახებ. იქნებიან კი ისინი მოკლებულნი კურთხევას, რომელიც მომზადებულია იმათთვის, ვინც იხილავს უფალს სიკვდილის შეუცნობლად? ეს დიდებული ნაწყვეტი დაწერილ იქნა ამ საკითხის განმარტებისთვის და სულის დამშვიდებისათვის.
გადავიდეთ მეოთხე თავის მე-13 მუხლზე. დარწმუნებულობა უცოდინარობის ნაცვლად. წავიკითხოთ მე-13 მუხლი. გვსურს იცოდეთ, ძმებო, სიმართლე განსვენებულთა შესახებ, რათა არ ინაღვლოთ სხვებივით, რომელთაც იმედი არ გააჩნიათ. ყველა ძირითადი ნაწყვეტი ქრისტეს მეორედ მოსვლაზე დაწერილ იქნა როგორც არსებულ სირთულეებზე პასუხი. ერთი მიმართულია როგორც სდომილების არსებობასთან დაკავშირებით, იხილეთ მათეს სახარების თავები 24 და 25, მეორე შეჭირვებებთან დაკავშირებით. იოანეს მე-14 თავის მუხლები 1-დან მე-3-ს ჩათვლით და კიდევ ერთი კორინთელთა პირველი გზავნილის მე-15 თავის მუხლები 1-დან 22-ს ჩათვლით. განდგომასთან დაკავშირებით. შემდეგი იჭვნევლობასთან დაკავშირებით. ეს არის თესალონიკელთა პირველი გზავნილის მე-4 თავის მუხლები მე-13-დან მე-18-ს ჩათვლით. გვსურს იცოდეთ, ძმებო. არ მსურს, ძმებო, დაგტოვოთ უცოდინარობაში. რუსულ და ინგლისურ ვერსიებში ასეა: Не хочу же оставить вас, братья, в неведении. პავლე მეტად ხშირად იყენებს ამ სიყვარულით სავსე მიმართვას. ძმებო, რათა მიაპყროს იმათი ყურადღება რაღაცა მათთვის ახლისკენ და მნიშვნელოვანისაკენ. ასე მაგალითად მიმართავს პავლე რომალთა მიმართ წერილის პირველი თავის მე-13 მუხლში, მე-11 თავის 25 მუხლში, კორინთელთა პირველი წერილის მე-10 თავის პირველ მუხლში, მე-12 თავის პირველ მუხლში და კორინთელთა მეორე წერილის პირველი თავის მერვე მუხლში. გამოთქმა არცოდნაში, ანუ უმეცრებაში, ბერძნული სიტყვა აგნოეინ, შეადარეთ აგნოსტიკას, ნიშნავს უცოდინარობას. მოციქულები უქადაგებდნენ თესალონიკელებს მეორად მოსვლაზე და ამის შემდგომ მოვლენებზე, მაგრამ ცხადია, რომ მათ მაინც რჩებოდათ ეჭვები ახლობლების გამო, რომლებიც გარდაიცვალნენ ქრისტეში. შესაბამისი ბერძნული სიტყვა კიმომენონ სიტყვიდან კიმაო, რაც ნიშნავს დაძინებას, გაყუჩებას, დგას აწმყო გავრცობილ დროში, რომელიც მიუთითებს იმათზე, ვინც იძინებს და არა იმათზე, ვინც უკვე დაიძინა. დამატება განსაზღვრავს განმეორებად პროცესს, რომელიც აწმყო დროში ხდება და ნიშნავს მუდმივად დროთა განმავლობაში მორწმუნე იძინებს. ახალ აღთქმაში ეს სიტყვა გამოიყენება ჩვეულებრივი ძილის აღსაწერად, მაგალითად, სახარებაში იოანედან მე-11 თავის მე-12 მუხლში იგივე სიტყვაა გამოყენებული. და ასევე სხეულებრივ სიკვდილთან, მაგრამ მხოლოდ მორწმუნის მიმართ და არასოდეს ეს სიტყვა არ გამოიყენება ქრისტესთან მიმართებაში. სახარება იოანედან მე-11 თავის მე-11 მუხლი, თესალონიკელთა პირველი გზავნილის მე-4 თავის მუხლები მე-14 და მე-15, პეტრეს მეორე გზავნილის მე-3 თავის მე-4 მუხლი, მოციქულთა საქმეები მე-7 თავის მე-60 მუხლი, კორინთელთა პირველი გზავნილის მე-7 თავის 39 მუხლი და ასევე მე-11 თავის 30 მუხლი, მე-15 თავის მე-6 მუხლი, მე-15 თავის მე-18 და 51 მუხლები. როცა საუბარია უფალი იესო ქრისტეზე, საღვთო წერილი ამბობს, რომ იგი მოკვდა, ხოლო მორწმუნეებზე ამბობს, რომ მათ მიიძინეს. ჯვარზე ქრისტემ ჩვენი გულისთვის გაიარა სიკვდილი და სამსჯავრო. ჩვენ მორწმუნენი მასში და მინდობილნი მას არასოდეს არ ვიხილავთ სიკვდილს, არამედ მივიძინებთ. იმის გამო, თუ რა მოიმოქმედა ქრისტემ, სიკვდილი ჩანაცვლებულ იქნა ძილით. ეს გახლავთ მოხერხებულად შესატყვისი მეტაფორა, რომელშიც მთლიანობაში გარდაიქმნება სიკვდილის კონცეფცია. საქმე მოციქულთა მე-7 თავის მე-60 მუხლი. მუხლი მოიყარა და ხმამაღლა შეღაღადა. უფალო, ნუ მიუთვლი ამათ ამ ცოდვას, ეს თქვა და განისვენა. ჯორჯ ფინდლეი ამბობდა, რომ ქრისტემ ესე დაარქვა სიკვდილს ეკლესიის დიალექტზეო.
ადრეული ქრისტიანები სამარხის დანიშვნისთვის იყენებდნენ სიტყვას კიმეტერიონ, რომელიც ბერძნულიდან შეიძლება გადაითარგმნოს როგორც თავშესაფარი მგზავრებისათვის. აქედან წარმოიშვა სიტყვა სასაფლაო, მიძინების ადგილი. მაგრამ ძილის მერე ადამიანი იღვიძებს, ხოლო სიკვდილის მერე არის აღდგომა. ახალ აღთქმაში საუბარია მხოლოდ ჩვეულებრივ აღდგომაზე. მორწმუნის სხეულისთვის დადგება ნამდვილი გამოღვიძება. ბევრი თანამედროვე ერეტიკული სწავლება ქადაგებს სულის მიძინებაზე. ეს არანაირად არ შეესაბამება საღვთო წერილს. ძილის პროცესი ეკუთვნის მხოლოდ სხეულს, რომელიც საფლავში მიდის და არანაირად მორწმუნის სულს, რომელიც სიკვდილის მერე ქრისტესთან დაისადგურებს, ისე როგორც წერს პავლე, რა კი ეს ბევრად უკეთესია. ფილიპელთა მიმართ წერილის პირველი თავის 23 მუხლში. ეს საკითხი უფრო დაწვრილებით განიხილება შემდეგ ნაწყვეტში. კორინთელთა მეორე გზავნილის მეხუთე თავის მუხლები 1-დან 9-ს ჩათვლით. რადგან ვიცით, რომ როცა დაინგრევა ეს ჩვენი მიწიერი სახლი, კარავი, ღვთისაგან გვაქვს შენობა ცაში, ხელთუქმნელი სახლი, საუკუნო, ვინაიდან მართლაც ვოხრავთ და ვნატრობთ ჩვენი ზეციური სახლით შემოსვას, თუ შემოსილნიც შიშვლები არ აღმოვჩნდით. ვინაიდან მართლაც ამ კარავში ტვირთქვეშ ვოხრავთ, რადგან გახდა კი არ აქვს სურს, არამედ შემოსვა, რათა მოკვდავი შთაინთქას სიცოცხლით. და ამ შემოსილი სულის მდგომარეობას, სული უსხეულოდ, პავლე აღწერს როგორც განშორებას სხეულთან და უფალთან დაბინავებას. კორინთელთა მეორე გზავნილის მეხუთე თავის მერვე მუხლი. იმ დროს, როცა სხეულს ძინავს საფლავში, სული მხნედა უფალთან თანდასწრებაში, ზეცაში. სულს არ სძინავს. რასაკვირველია, ქრისტიანს მეტად ამწუხრებს ახლობელი ადამიანების დაკარგვა. ეს გახლავთ ჩვეულებრივი ადამიანური განცდები, რომელსაც იესოც კი განიცდის. სახარება იოანედან მე-11 თავის 35 მუხლი. იესო აცრემლდა. თუმცაღა ეს მწუხარება განსხვავდება ურწმუნო ადამიანის გრძნობებისაგან. იმას არ აქვს იმედი. პავლეს დროს ბერძნულ და რომაულ სამყაროში არ ჰქონდათ იმედი მომავალზე. ამაზე ეფესელთა მიმართ გზავნილის მეორე თავის მე-12 მუხლი გვეუბნება, რომ იმ დროს თქვენ იყავით ქრისტეს გარეშე, არ გაგაჩნდათ იმედი და უღმერთონი იყავით წუთის ოფელში. ეს არ იყო სხეულისთვის, რომელიც სულისთვის იყო სატუსაღო. წარმართული სამყაროს უიმედობა კარგადაა აღწერილი ძველ დამწერლობებში, განსაკუთრებით საფლავის ქვების წარწერებზე. არაფერი გარდა ქრისტიანობისა არ იძლეოდა იმედს მომავალ ცხოვრებაზე, მაგრამ წარმართული გლოვა მკვდარზე არ ახასიათებს ქრისტიანს. ეხლაც კი თანამედროვე დროს შეიძლება იხილოთ უდიდესი კონტრასტი სულის გამგმირავი წივილკივილისა, ტირილისა და თმების გლეჯვისა წარმართის დასაფლავებისას, რომელიც ისეთ ადგილებში გვხვდება, როგორიცაა ცენტრალური აფრიკა, და დასაფლავება თვინიერ მორჩილებაში, როცა ქრისტიანს აცილებენ ზეციურ ღვთის სახლში უფალთან დასამკვიდრებლად. მორწმუნეს გააჩნია ნეტარი სასოება და დიდი ღვთისა და ჩვენი მაცხოვრის ქრისტე იესოს დიდების გამოჩენა. ტიტეს მიმართ გზავნილი მეორე თავის მე-13 მუხლი. გადავიდეთ მე-4 თავის მე-14 მუხლზე. იმედის საფუძველი. ვინაიდან თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ ღმერთი იესოში განსვენებულებსაც მოიყვანს მასთან ერთად. შევნიშნოთ, რომ ადამიანური სახელი იესო ამ მუხლში ორჯერ გვხვდება. როცა პავლე თავის გზავნილებში ტოვებს სახელებს უფალი და ქრისტე, ამას მიზანდასახულად აკეთებს, რათა მიიზიდოს მკითხველების ყურადღება მის ადამიანურ ბუნებაზე და მიანიშნოს იმაზე, თუ რა მოიმოქმედა მან, როგორც მხსნელმა.
ქრისტეს აღდგომა წარმოადგენს მეტად დამტკიცებულ ფაქტს. ეს გახლავთ ქრისტიანობის ფუძემდებელი ჭეშმარიტება. ეს არის მყარი საფუძველი იმედისათვის. ეს გამოხატავს ქრისტიანობის სწავლების ქვაკუთხედს, ყველაზე შეკუმშულ და მარტივ ფორმაში და სხვა ყველაფერი გამომდინარეობს ამ ფაქტიდან. აღდგომა წარმოადგენს ევანგელიის არსს. კორინთელთა მიმართ პირველი გზავნილის მე-15 თავის მუხლები პირველიდან მესამე ჩათვლით. გადავხედოთ ამ მუხლებს. გაუწყებთ თქვენ ძმანო სახარებას, რომელიც მე გახარეთ, რომელიც კიდეც მიიღეთ და რომელზეც დგახართ, რომლითაც გადარჩებით კიდეც, თუ დაიცავთ სიტყვას მე რომ გახარეთ, თუ ფუჭად არ ირწმუნეთ. ვინაიდან თავდაპირველად გადმოგეცით ის, რაც თვითონვე მივიღე, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვებისათვის, როგორც წერილებშია. სიტყვა ვინაიდან არ მიუნიშნებს დაიჭვებაზე, არამედ ესეთნაირად პავლე მოუწოდებს მთავარი ჭეშმარიტებისაკენ, რომელიც მორწმუნეთა გულებსა და გონებაში ბუდობს. იესოს სიკვდილი და აღდგომა იყო გარანტია იმისა, რომ ისინიც იქნებიან სიცოცხლეში აღდგომის მონაწილენი. გამოთქმას თუ გვწამს, მივყავართ იმ დამოწმებასთან, რომელიც აკავშირებს გოლგოთას და ქრისტეს აღდგომას იმასთან, რაც მოხდება მისი მეორედ მოსვლის დროს. მორწმუნეების აღდგომა განუყრელად დაკავშირებულია ქრისტეს აღდგომასთან. როგორც ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იესო, ასე აღადგენს იგი იმათ, ვისაც სძინავს. ებრაელთა მიმართ გზავნილის მე-13 თავის მე-20 მუხლი. არსებობს სულ ცოტა ამ მუხლის ორნაირი განხილვა, რომელსაც იზიარებენ ორთოდოქსი ღვთისმეტყველები. ორიგინალის ენის მანუსკრიპტებში არ არის სასვენი ნიშნები, ამიტომ აზრი ბევრად დამოკიდებულია იმაზე, თუ სად გავაკეთებთ პაუზას ან დავსვამთ მძიმეს. თუ ამას გავაკეთებთ შემდეგი სიტყვის იესოში, შემდგომ ეს ნიშნავს, რომ იესოს მიყავს მორწმუნეები ძილისკენ. მაშინ ღმერთი იესოში განსვენებულებსაც მიიყვანს მასთან ერთად. უილიამ კელი წერს, ისინი ძილში იესოს მიერ იყვნენ შეყვანილნი და ღმერთი არ ივიწყებს რა მათ და არ აყოვნებს რა მათ სიხარულსა და ნეტარებაში შეყვანით, იმ დღეს მიიყვანს მათ იესოსთან. ესე წერს იგი თესალონიკელთა მიმართ წერილის გარჩევაში. მეორეს მხრივ, თუ მძიმეს დავსვამთ სიტყვის განსვენებულების მერე, ეს გაიჟღერებს შემდეგნაირად. მაშინ განსვენებულებსაც იესოში ღმერთი მიიყვანს მასთან. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა შემდეგნაირი იქნება. აღდგომისას ღვთის ძალაში გამოსყიდულთა სულები უფალი იესოს თანხლებით იქნებიან, რათა შეუერთდნენ აღმდგარ თავიანთ სხეულებს. ჰოგი და ვაინი ამასთან დაკავშირებით წერენ. გრამატიკის მხრიდან სიტყვა იესოში შესაძლოა გაერთიანებული იყოს წინადადების ან პირველ ნაწილთან, ან მეორესთან. თუ დავსვამთ კითხვას, საიდან მოიყვანს ღმერთი ქრისტეს რწმენაში მკვდრებს? პასუხი იქნება ისეთი: ზეციდან. ეს ხალხი უნდა იმყოფებოდნენ სხეულის გარეშე, სულის სახით, რომლებიც ქრისტესთან იმყოფებიან. რამე თუ ნათქვამია, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლა ნიშანი იქნება მკვდართათვის, ანუ მათი სხეულებისთვის, რათა ისინი აღდგნენ. ამაზე მე-4 თავის მე-16 მუხლი გვეუბნება. ზოგიერთი ღვთისმეტყველები განიხილავენ შემდეგ სიტყვებს მოიყვანს ღმერთი მასთან ერთად იესო ქრისტეს დიდებით მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით აპოკალიფსის დროს. ჭეშმარიტია ის, რომ მაშინ ქრისტე მოვა თავის წმინდანებთან ერთად, მაგრამ აქ განხილულ კონტექსტში საუბარია ზე ატაცებაზე. მეტად მარტივი ახსნა ამ მოცემული ნაწყვეტისა შემდეგნაირია. მასთან, იესოსთან ერთად დაბრუნდებიან არა მარტო მომკვდართა სულები, არამედ მათი სხეულებიც აღდგება მისი მოსვლის დროს.
გადავიდეთ მეოთხე თავის მე-15 მუხლზე. ზეატაცების მონაწილენი. რადგან ამას გეუბნებით თქვენ უფლის სიტყვით, რომ ჩვენ, ვინც დავრჩით უფლის მოსვლამდე, ვერ დავასწრებთ განსვენებულებს. სიტყვათა შეხამებას უფლის სიტყვით შემოაქვს ახალი გამოცხადება და არა ციტატა ჩაწერილი ჩვენი უფალის მიერ თქმული. ელიკოტის სიტყვების თანახმად ეს გახლავთ მეტად აშკარა მითითება პირდაპირ ღვთისნიერებაზე. აქ ჩვენ ხვდებით მესამე ჭეშმარიტებას, რომელზეც დაფუძნებულია აღდგომა და მორწმუნეთა ზეატაცება. პირველი, ეს არის ქრისტეს გამოსასყიდი მსხვერპლი ჯვარზე. შემდგომ მისი სხეულებრივი აღდგომა და მესამე, სიტყვის ღვთისნიერება, რომელიც პავლე მოციქულმა გაახმოვანა. ეს დასახელებულია როგორც საიდუმლო, ანუ რაღაცა ისეთი, რაც იხსნება პირველად. კორინთელთა პირველი გზავნილის მე-15 თავის 51 მუხლში, რაც უკვე განვიხილეთ. ამაზე არაფერია ნათქვამი არც ძველ აღთქმაში, არც სინოპტიკურ სახარებებში. სწავლება ზეატაცებაზე კარგადაა დასაბუთებული. შემდგომ პავლე მიყვება მოვლენების თანმიმდევრობას. ჩვენ, ვინც დავრჩით უფლის მოსვლამდე, ვერ დავასწრებთ განსვენებულებს. სიტყვით დავასწრებთ თარგმნილია ბერძნული სიტყვა პტასომენ, სიტყვიდან ვტანო. ადრე ადგომა, წინ გაძღოლა, წინასწარ შეტყობინება და ნიშნავს გასწრებას. იმათ, ვინც გარდაიცვალნენ ქრისტეში, ეკუთვნით პირველობა. იქნება ადამიანთა ორი განსხვავებული ჯგუფი. ისინი, ვინც გარდაიცვლებიან უფალის მეორედ მოსვლამდე და ცოცხლად დარჩენილები. ცოცხლები შეიცვლებიან. ამაზე კორინთელთა მიმართ პირველი გზავნილის მე-15 თავის 51 და 52 მუხლები გვეუბნება. აი, მე საიდუმლოს გეუბნებით. ყველანი არ განვისვენებთ, მაგრამ ყველანი შევიცვლებით. ერთ წამში, თვალის დახამხამებაზე, უკანასკნელი საყვირისას, ვინაიდან დასძახებს საყვირი და მკვდრები აღდგებიან უხრწნელად, ხოლო ჩვენ შევიცვლებით. მაშასადამე ცოცხლები შეიცვლებიან, ხოლო მკვდრები აღდგებიან. აღდგომა და შეცვლა მოხდება თვალის დახამხამებაში, მაგრამ თავდაპირველად გარდაცვლილები, ჯერ ისინი აღდგებიან. გადავიდეთ მეოთხე თავის მე-16 მუხლზე. სამი ხმა ზეატაცების დროს. წავიკითხოთ ეს მუხლი. ვინაიდან თვითონ უფალი გადმოვა ციდან ბრძანების სიტყვით, მთავარ ანგელოზის ხმაზე და ღვთის საყვირზე და ჯერ ქრისტეში მკვდარნი აღდგებიან. სიტყვებით, ვინაიდან თვითონ უფალი გადმოვა ციდან, გამოხატულია დაპირების პირდაპირი შესრულება, რასაც სახარებაში იოანედან მე-14 თავის მე-3 მუხლში ვკითხულობთ. ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ. არა მთავარ ანგელოზი და არა გზავნილი, თავად ის უფალი იესო ქრისტე მოვა. იგი მოვა, რათა წაიყვანოს თან თავისი პატარძალი, თავისი ეკლესია. მაშასადამე სამი ხმა ზეატაცების დროს. პირველი, ბრძანების სიტყვით. ბერძნული სიტყვა კელეუსმა, ბრძანების ძალაუფლებისა და აუცილებლობის სიტყვა, სამხედრო ტერმინია და ნიშნავს ყურადღება. ჯონ დარბი შენიშნავს, რომ ეს მოწოდება სამხედროში თან სდევს შემდეგ მოწოდებას, თავისუფლად, აუცილებელ მოთხოვნაზე კვლავ მწყობრში ჩადგე. ლუთერი ამ სიტყვას თარგმნის საერთო ტერმინით ფელგიშხაი, რაც ნიშნავს საბრძოლო მოწოდებას, გენერალის ბრძანებას. აქ ეს მოწოდება არა საბრძოლო მოქმედებებისაკენ, არამედ მოწოდება ეკლესიის შესაგროვებლად. შეადარეთ კორინთელთა პირველი გზავნილის მე-15 თავის 23 მუხლში გამოყენებულ სიტყვას თითეული თავისი წესით, სადაც სიტყვა წესით ბერძნულად ტაგმა
ჯარი, ლაშქარი, კაცრი წესრიგით გამოსვლას ნიშნავს. სახარებაში იოანედან მიათე თავის 27 მუხლში ჩვენ გვესმოდა მწყემსის ხმა. ლაზარეს სამარხთან იესომ მაღალი ხმით მოუწოდა. ლაზარე, გამოდი. გამოვიდა მიცვალებული. სახარება იოანედან მე-11 თავის მუხლები 43 და 44. ჩვენ გვახსოვს გამგმირავი ყვირილი გოლგოთაზე. აღსრულდა. იგივე სახარება მე-19 თავის 30 მუხლი. იგი გამოვიდა სიკვდილზე გამარჯვების ამოძახილით. დიდებულ ფსალმუნში წერია 46 ფსალმუნის მე-6 მუხლი. ამაღლდა ღმერთი შეძახილის ჟამს უფალი საყვირის ხმაზე. აქ კი იგი ქვემოთ ჩამოდის. ძახილი გამოხატავს სიძის თავშეკავებულ გრძნობებს. ქებათა ქება მეორე თავის მეათე მუხლი. ადექი სატრფով ჩემო, მშვენიერო ჩემო და წამოდი. ეს გახლავთ ასევე საყვირის ხმაც, რომელიც მკვდრებს აღდგომისაკენ იძახებს. მეორე ხმა, მთავარ ანგელოზის ხმა. ძველ აღთქმაში, რაც შეეხება ანგელოზთა იერარქიას, ჩვენ ვკითხულობთ ქერუბიმებზე, სერაფიმებზე და მთავარ ანგელოზებზე. ახალ აღთქმაში ისინი დასახელებულნი არიან მთავრობად და ხელმწიფებად ცაში. ეფესელთა მიმართ მე-3 თავის მეათე მუხლი. ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ ორი სახელი: გაბრიელ მთავარ ანგელოზი, რომელიც გამოეცხადა მღვდელთ მთავარ ზაქარიას და აუწყა მას მისი შვილის იოანე ნათლისმცემლის დაბადებაზე, რაზეც სახარებაში ლუკადან ვკითხულობთ პირველი თავის მე-19 მუხლი. და მიქაელ მთავარ ანგელოზი, იუდა მოციქულის წერილი პირველი თავის მე-9 მუხლი. ეს უკანასკნელი საღვთო წერილში კიდევ 6ჯერაა მოხსენიებული. დანიელის წიგნის მეათე თავის მუხლები მე-13 და 21, აგრეთვე მე-12 თავის მუხლები პირველი და მეორე, იუდას წერილის პირველი თავის მე-9 მუხლი, გამოცხადების წიგნის მე-12 თავის მე-7 მუხლი და აგრეთვე მიქაელ მთავარანგელოზი ნახსენებია თესალონიკელთა მიმართ პირველი გზავნილის მე-4 თავის მე-16 მუხლში. მან გაანთავისუფლა გზა ცასა და მიწას შორის დანიელის ლოცვებისათვის. თავი მეათე დანიელის წიგნი. იგი გამოდის როგორც ისრაელის დამცველი. დანიელი თავი მე-12. დიადი ურვის ხანის დროს, როცა წმინდანების დიდი ნაწილი მოკვდინებულები იქნებიან. იუდა წერს მის კამათზე სატანასთან მოსეს სხეულთან დაკავშირებით. სატანა მეტად დაინტერესებულია წმიდანების აღმდგარი სხეულებით. მას ასევე აქვს ძალაუფლება სიკვდილზე და საფლავებზე, მაგრამ არის მასზე აღმატებული. ებრაელთა მიმართ მეორე თავის მე-14 მუხლი. უფალმა იესო ქრისტემ თავისი სიკვდილით ჯვარზე გაუქმა ეს ხელეწიფება. მიქაელ მთავარანგელოზი სათავეში უდგას ანგელოზთა ლაშქარს, რომლებიც იბრძვიან და იმარჯვებენ სატანის ქვეშევრდომებზე ზეცაში. ამაზე გამოცხადების წიგნის მე-12 თავში ვკითხულობთ. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ მიქაელ მთავარანგელოზი დაესწრება ეკლესიის ზეატაცებას. სატანა, ჰაერის ძალმთა მთავარი, როგორც ეფესელთა მიმართ მეორე თავის მეორე მუხლშია ნახსენები, რომლის სამეფოშიც ერთხელ მოუწია ბრძოლა მიქაელს. ჩვენ კი მშვიდობიანად გავივლით მტრის ტერიტორიას და მშვიდობითა და სიხარულით სავსე მამის სახლში შევალთ. ჩვენი უფალის დედამიწაზე ცხოვრების დროს ანგელოზები ემსახურებოდნენ მას მისი დაბადების დროს, სატანის მიერ გამოცდის დროს უდაბნოში და გეთსიმანიის აგონიის დროსაც. ჯვარცმის დროს მათ დატოვეს იესო. 4-ვე სახარებაში მოთხრობილია ანგელოზების მოვლინება სამარხთან, სადაც ქრისტეს სხეული იყო დასვენებული. ზუსტად უფლის ანგელოზმა გადააგორა ლოდი სამარხიდან და ზედ დაჯდა. სახარება მათედან 22 თავის მუხლები პირველიდან მე-7-ს ჩათვლით. მისი შესახედაობა ელვასავით იყო და მისი ტანისამოსი თოვლივით სპეტაკი. დედაკაცებმა, რომლებიც მივიდნენ სამარხთან, იესოს ცხედარის სანახავად დაინახეს
მარჯვნივ მჯდომარე ჭაბუკი სპეტაკის სამოსლით შემოსილი. ანგელოზმა უთხრა მათ, იგი აღდგა, აქ არ არის, აჰა ადგილი, სადაც ის დაასვენეს. სახარება მარკოზიდან მე-16 თავის მუხლები პირველიდან მე-7-ს ჩაათვლით და კიდევ ვკითხულობთ იოანესთან მე-20 თავის მუხლები მე-11 და მე-12. მარიამი კი იდგა სამარხს გარეთ და ტიროდა, მტირალი სამარხისაკენ დაიხარა და დაინახა თეთრებში შემოსილი ორი ანგელოზი, მსხდომარენი ერთი თავთით და მეორე ფერხთით, სადაც იესოს გვამი ესვენა. და კვლავ იესოს ზეცად ამაღლებისას ჩვენ ვკითხულობთ ანგელოზების მსახურებაზე. წარუდგა მათ ორი კაცი თეთრი სამოსით და დაარწმუნეს მოწაფეები, უთხრეს, ეს იესო, რომელიც თქვენგან ამაღლდა ზეცად, კვლავ მოვა, როგორც ზეცად აღმავალი იხილეთ. მოციქულთა საქმეები, თავი პირველი, მუხლები მე-9-დან მე-11-ს ჩაათვლით. ყველაზე დიდებული ანგელოზთა ძალის გამოცხადება მოხდება აპოკალიფსის დროს იესო ქრისტეს გამოცხადებისას. სახარება მათედან 25 თავის 31 მუხლი და თესალონიკელთა მიმართ მეორე გზავნილის პირველი თავის მუხლი მე-7. და ჩვენ მტკიცედ უნდა ვიყოთ დარწმუნებულები მათ თანდასწრებაში ეკლესიის ზეატაცების დროს. მესამე ხმა ღვთის საყვირზე. თესალონიკელთა პირველ გზავნილში მოხსენიებულია ორ საყვირზე, მათგან გაისმა ღვთის სიტყვა, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს მათ განაცხადეს ის. ევანგელიის საყვირის ხმაზე ჩვენ ყველანი დაძახებულნი ვართ ქრისტესთან და ღვთის საყვირზე ჩვენ ზეატაცებულნი ვიქნებით, რათა მარადისობაში მასთან ვიყოთ. ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება დაიწყო ღვთის საყვირზე და ღვთის საყვირზე ის დასრულდება. პავლე მოციქული ლაპარაკობს უკანასკნელ საყვირზე კორინთელთა მიმართ პირველ გზავნილში მე-15 თავის 42 მუხლში. მაგრამ ამას არ აქვს კავშირი იმ უკანასკნელ საყვირთან, რომელზეც იოანე მახარებელი გვეუბნება გამოცხადების წიგნის მე-11 თავის მუხლი მე-12, ან თუნდაც იმ საყვირთან, რომელიც მოიწოდებს რჩეულებს ისრაელიდან. სახარება მათედან 24 თავის მუხლი 31. პავლე აქ არ ეყრდნობა გამოცხადების წიგნს, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დაწერილი. 7 საყვირი გამოცხადების წიგნის თავები მე-8-დან მე-11-ს ჩათვლით. ეს ღვთის რისხვის საყვირებია, რომლებიც გადმოიღვრება 3 წლინახევრის განმავლობაში დედამიწაზე დიადი ურვის ხანის დროს. მოვიყვანოთ ჯონ ვალვურდის კომენტარი. თითოეული მათგანი ღვთის მსჯავრს გამოხატავს დედამიწაზე, რომელმაც უარყო ღმერთი. ეს საყვირები არავის არ უხმობენ, ისინი არ იუწყებიან გადარჩენას, ისინი არ წარმოადგენენ ხსნის სიმბოლოს, ისინი არ აცხადებენ აღდგომას, არამედ ეს არის სიმბოლო მსჯავრისა იმათთვის, ვინც ამ დედამიწაზე უარყო უფალი იესო ქრისტე. ჩემის აზრით, პავლე აქ გულისხმობდა გამოსყიდვის ვერცხლის ორ საყვირს, რომლებიც რიცხვთა წიგნში მე-10 თავის მუხლები მე-2-დან მე-10-ს ჩათვლიდაა მოხსენიებული. ის საყვირები დამზადებული იყო ვერცხლის 9 შეკელებისაგან, რომლებიც იყო შესაწირავი უფლისა და რომლითაც თითოეული ისრაელიანი აძლევდა გამოსასყიდს. ამაზე მოთხრობილია გამოსვლის წიგნის 29 თავში მუხლები მე-12 და მე-13. წავიკითხოთ ეს მუხლები. როცა ჩაატარებ ისრაელის ძეთა საყოველთაო აღრიცხვას მათ დასათვლელად, მაშინ მისცეს თითოეულმა გამოსასყიდი თავისი სულისა უფალს მათი აღრიცხვისას და არ გაჩნდება მათში ჭირი მათი აღრიცხვისას. ყველამ, ვინც გაივლის აღრიცხვას, გაიღოს 9 შეკელი საწმიდარის შეკელისა, რომელიც იწონის 20 გერას, 9 შეკელი შესაწირავია უფლისა. ეს საყვირები გამოიყენებოდა 6 შემთხვევაში: ხალხის შესაკრებად, მოგზაურობის სამართავად, ომში,
მსხვერპლ შესაწირავების თაყვანისცემის დროს, საიუბილეო წელიწადს და დაწესებული დღესასწაულების დროს. უდაბნოს გავლის დროს უკანასკნელი საყვირი იყო ნიშანი შეკრებისა და გზის გაგრძელებისა. ისინი მაშინ იმყოფებოდნენ დაპირებული მიწისკენ მიმავალ გზაზე. უკანასკნელი საყვირი ზიატაცების შესანიშნავი სიმბოლოა. წავიკითხოთ მეოთხე თავის მე-16 მუხლი, სადაც ლაპარაკია აღდგომაზე, ატაცებაზე და შეხვედრაზე. ვინაიდან თვითონ უფალი გადმოვა ციდან ბრძანების სიტყვით, მთავარანგელოზის ხმაზე და ღვთის საყვირზე და ჯერ ქრისტეში მკვდარნი აღდგებიან. სწავლება მკვდართა აღდგომაზე იყო ერთ-ერთი საფუძვლიანი ჭეშმარიტება იუდეველთა სწავლებაში. ებრაელთა მიმართ წერილი მე-6 თავის მეორე მუხლი გვეუბნება. ძველი აღთქმა გვასწავლის სხეულის აღდგომაზე. იობის წიგნის მე-19 თავის მუხლები 23-დან 27-ს ჩათვლით, მე-15 ფსალმუნი, მუხლები მე-9-დან მე-11-ს ჩათვლით, დანიელ წინასწარმეტყველის წიგნის მე-12 თავის მუხლები მე-2 და მე-3, ესაია წინასწარმეტყველის წიგნის 53 თავის მუხლები მე-10-დან მე-12-ს ჩათვლით. აღდგომისას სჯეროდა აბრაამს, ებრაელთა მიმართ მე-11 თავის მე-19 მუხლი, ვინაიდან მიიჩნია, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალა შესწევს და ფარისევლებსაც სადუკეველებისაგან განსხვავებით. ამაზე სახარება მათედან 22 თავის 23 მუხლი და მოციქულთა საქმეების 23 თავის მუხლები მე-6-დან მე-9-ს ჩათვლით გვეუბნება. მართას და მარიამს სჯეროდათ აღდგომის. იოანეს სახარება მე-11 თავის 24 მუხლი. მაგრამ უდიდესი ავტორიტეტი აქ თავად უფალია, რომელიც ასწავლიდა ამას. როცა იუდეველებმა ჰკითხეს იესოს ტაძრის გაწმენდის ძალაუფლებაზე, მან უპასუხა: დაანგრიეთ ეს ტაძარი და 3 დღეში აღვადგენ მას. იოანეს მეორე თავის მუხლები მე-18-დან 21-ს ჩათვლით. 21 მუხლი ის კი თავისი სხეულის ტაძარზე ლაპარაკობდა, ნათელს ჰფენს მოჩვენებითად უჩვეულო განცხადებას. იესო არჩევს ორ აღდგომას: სიცოცხლისათვის აღდგომას და სამსჯავროსთვის აღდგომას. სახარება იოანედან მე-5 თავის მუხლები 22 და 29. ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ. კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ, სიავის მქმნელნი კი სამსჯავროს აღდგომისთვის. ფერიცვალების მთიდან მოწაფეებთან ერთად ჩამოსულმა იესომ ასე თქვა თავის აღდგომაზე: ვიდრე ძე კაცის ამ მკვდრეთით არ აღდგება. სახარება მათედან მე-17 თავის მე-9 მუხლი. ეს სიტყვები ახალი რამ იყო მოწაფეებისთვის, რომლებმაც მათში კითხვები დაბადა, თუ რას გულისხმობდა იესო. ამაზე სახარებაში მარკოზიდან მე-9 თავის მუხლები მე-9 და მე-10 მოგვითხრობს. ამ არჩევით აღდგომაზე მკვდრეთიდან თავდაპირველად თავად უფლისა, მაგრამ ქრისტე უნდა წამებულიყო და მკვდართაგან პირველი აღმდგარიყო, მოციქულთა საქმეები 26 თავის 23 მუხლი და როგორც პირმშო დასაბამი, კოლოსელთა პირველი თავის მე-18 მუხლი, ის არის დასაბამი პირმშო მკვდართაგან, კორინთელთა მიმართ პირველი წერილის მე-15 თავის 23 მუხლი, პირმშო ქრისტე, ხოლო მერე ქრისტესნი მისი მოსვლისას და შემდეგ მთელი მისი ხალხი, როცა პირველად გახდა ცნობილი, ეხლა კი მთელი სისრულით გაგვეხსნა ამ შესანიშნავ მონაკვეთში საღვთო წერილიდან. ატაცების დროს აღდგებიან ქრისტეში მკვდარნი, ანუ ისინი, ვინც მიეკუთვნება მას რწმენის საშუალებით. ეს გახლავთ სიცოცხლის აღდგომა. ხოლო სამსჯავროს აღდგომისთვის ისინი, ვინც უარყვეს ქრისტე, მოხდება ამის შემდეგ,
1000 წლის მერე 1000 წლეულის დასასრულს. ამაზე გამოცხადების წიგნის მე-20 თავის მუხლები მე-12 და მე-13 მოგვითხრობს. წავიკითხოთ ეს ორი მუხლი. ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ და გადაშლილი იყო წიგნები, გადაშლილი იყო სხვა წიგნიც, რომელიც სიცოცხლის წიგნია და განკითხული იქნენ მკვდრები წიგნებში ნაწერიდან მათი საქმეებისამებრ. მისცა ზღვამ მასში მყოფი მკვდრები და თითოეული განკითხული იქნა თავისი საქმეებისამებრ. შესაძლოა წარმოიშვას კითხვა იმაზე, თუ რა საშუალებით აღადგენს ღმერთი იმათ სხეულებს, ვინც ასეულებით წლების უკან იქნა დამარხული. რანაირად აღდგება იმათი სხეულები, ვინც ლომებმა შეჭამეს კოლიზეის არენაზე, ან ვინც კოცონზე დაწვეს ინკვიზიციის დროს. ზოგიერთი ადამიანები დამარხული იყვნენ ზღვის მორევში, მაშინ როცა სხვანი ტვრად იქცნენ ატომური აფეთქების შედეგად. ასეთმა კითხვებმა შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი ქრისტიანის რწმენის შერყება. პასუხი მხოლოდ ერთია: იმ ყოვლად ძლიერ ღმერთს, რომელმაც თავისი ძალით აღადგინა ქრისტე მკვდრეთით, ვინც სიტყვით შექმნა სამყარო, შეუძლია აღადგინოს წმიდათა სხეულები დანიშნულ დროს. გადავიდეთ თესალონიკელთა მიმართ პირველი გზავნილის მე-4 თავის მე-17 მუხლზე. შემდეგ კი ჩვენ, ცოცხლად დარჩენილები, მათთან ერთად ვიქნებით ზეატაცებულნი ღრუბლებში, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და ამგვარად უფალთან ვიქნებით სამარადისოდ. დაწერა რა ადამიანთა პირველ ჯგუფზე, ქრისტეში მკვდარნი, რომლებიც აღდგებიან, მოციქული მიმართავს მეორე ჯგუფს, ჩვენ, ცოცხლად დარჩენილები, რომლებიც იქნებიან შეცვლილნი. ესენი არიან აღმდგარი მორწმუნეები, რომელთა წინასახეებს წარმოადგენენ ენოქი და ელია, რომლებიც ზეატაცებულნი იყვნენ და არ გაუვლიათ სიკვდილი. ისინი იყვნენ ხრწნადი, რომლებიც შეიმოსდნენ უხრწნელობით. ბერძნული სიტყვა გადათარგმნილი როგორც ვიქნებით ზეატაცებულნი, არპაგესომეტა, სიტყვიდან არპაცო, რაც ნიშნავს გამოტაცებას, ქმნის შთაბეჭდილებას, უეცრად დატანებული ძალისა. იგივე სიტყვა გამოყენებულია ტექსტშიც, სახარება მათედან მე-11 თავის მე-12 მუხლი, სადაც ნახსენებია ძალისხმევით აიღება. ეს სიტყვა მეტად ზუსტად გამოხატავს იმას, რაც მოხდება, როდესაც ქრისტე დაბრუნდება თავისიანების წასაყვანად. მოვლენის მოულოდნელობა და უეცრება ეთანხმება ტექსტში დაწერილს. კორინთელთა მიმართ პირველი წერილის მე-15 თავის 52 მუხლში წერია ერთ წამში თვალის დახამხამებაზე. მკვდრები და ცოცხლები სატანის ძალაუფლების ქვეშიდან იქნებიან გამოტაცებულნი და განთავისუფლებულები უფლის დღის, რისხვისა და ტანჯვებისაგან. თუ რა მოხდება ზეატაცების დროს, ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს დაბადების წიგნის მე-19 თავში მუხლებში პირველიდან 25-ს ჩათვლით მოთხრობილი ლოტის გამოხსნა ღვთის რისხვისაგან, რომელიც სოდომისა და გომორას ქალაქებს დაატყდა თავს. ბერძნული სიტყვა კინონია, თარგმნილი როგორც მონაწილეობის მიღება ან ურთიერთობა, გახლავთ საღვთო წერილში ერთ-ერთი თბილი და ახლობელი სიტყვა. ურთიერთობა მამასთან და ძესთან, მონაწილეობა უფლის საიდუმლო სერობაში, მონაწილეობა სახარების გავრცელებაში, მონაწილეობა უფლის ჯვარცმაში და ახლობელი ადამიანების ურთიერთობა ოჯახურ წრეში. აქ, ამ მუხლში, ეს სიტყვა აღწევს თავის უმაღლეს გამოხატულებას. მათთან ერთად ვიქნებით ზეატაცებულნი. ეს არის მასთან ჩვენი შეკრება. თესალონიკელთა მეორე გზავნილის მეორე თავის პირველი მუხლი. ზოგიერთები განიხილავენ გამოთქმას ღრუბლებში, რაც წარმოადგენს ბერძნულ სიტყვას en napellais, სიტყვასიტყვით ღრუბლებში,
როგორც იმას, თუ რას აღნიშნავს ღრუბლები, ანუ წმიდათა ღრუბლები. მაგრამ დღევანდელ ბერძნულში ეს სიტყვა არ გამოიყენება, ღრუბლების მნიშვნელობა არის სინეფია. სხვა კომენტატორები კი ამ გამოთქმას მიაკუთვნებენ დიდების ღრუბელს, რომელიც გამოჩნდა უფალის ფერით ცვალების დროს. რასაც ვკითხულობთ სახარებაში მათედან მე-17 თავის მე-5 მუხლში. მაგრამ უფრო ნათელია ის, რომ აქ ლაპარაკია ჩვეულებრივ ღრუბლებზე ატმოსფეროში. ფრაზა რათა ჰაერში შევეგებოდ უფალს გამოხატავს შეხვედრის მომავალ მომენტს. თუ წარმოგიდგენიათ რა შეხვედრა იქნება ეს? ცოცხლებისათვის ეს იქნება ის წამი, როდესაც ისინი პირველად იხილავენ მხსნელს. ამის შესანიშნავ ილუსტრაციას ვპოვლობთ დავადების წიგნის 24 თავში, როდესაც მეტად ხანგრძლივი და დამქანცველი მოგზაურობის შემდეგ უდაბნოში საღამოს ჟამს რებეკა ხვდება თავის საქმროს ისააკს. ისააკმა რებეკა თავისი დედის სარას კარავში შეიყვანა და შეიყვარა იგი. ამ ადგილას სიტყვა შეიყვარა მეორედ გვხვდება საღვთო წერილში. პირველად ეს გამოთქმა დაბადების წიგნის 22 თავის მეორე მუხლშია, სადაც გამოხატავს მამის გრძნობებს შვილის მიმართ. აქ კი სასიძოსი თავისი პატარძლის მიმართ. ფრაზა და ამგვარად უფალთან ვიქნებით სამარადისოდ გვარწმუნებს იმაში, რომ ჩვენ უკვე აღარასოდეს არ დავშორდებით მას. ჩვენ შეკრებულნი ვიქნებით ერთად ცაში და ზეატაცებულნი ვიქნებით ვარსკვლავების ცის მიღმა მესამე ცამდე, უშუალოდ მამა ღმერთის თანდასწრებაში. ამაზე ასევე ლაპარაკია წინამდებარე თავის დასასრულსაც, სადაც პავლე გვეუბნება ჩვენს თანდასწრებაზე მამა ღმერთის წინაშე უბიწოთ სიწმიდეში. ამ მომენტიდან სადაც არ უნდა იყოს ქრისტე, ზეცაში ან მიწაზე, ან მიწის ქვეშეთში, ახალ დედამიწაზე ან ახალ ცაზე მარადისობაში, იქ უფალთან მარადიულად იქნება ეკლესიაც, ანუ ქრისტეს ერთგული მორწმუნე ადამიანები. და ბოლოს მე-4 თავის მე-18 მუხლი. ამიტომ ანუ გეშეთ ერთმანეთი ამ სიტყვებით. პავლეს გამოცხადება თესალონიკში მყოფი მორწმუნეთა განცხადებაზე თავიანთ უძლურ ახლობლებზე, რომლებიც გარდაიცვალნენ, სრული პასუხი იყო. მათ არ დაუკარგიათ არაფერი. მათ ექნებათ პირველობა აღდგომის დროს და გაიზიარებენ მთელ მომავალ დიდებას, რომელიც გამზადებულია ღვთის ხალხისთვის.